დაიჭირონ. ხვალვე, აი ხელმოწერის გამო, რომ აზარალა ქვეყანა. კალაძემ 80 მილიონი ევრო იტერაომ რუსულმა კომპანიამ, ესე იგი ოკუპანტს უნდა გადაუხადოს საქართველომ 80 მილიონი ევრო, იმიტომ რომ როცა იყო ენერგეტიკის მინისტრი რაღაცა კონკრეტული ხელმოწერებით დავაწააგო საერთაშორისო არბიტრაჟში. ანუ ამ ხალხმა რომელმაც გაძარცვა, ესე იგი ჩვენი ქვეყანა ბრალს დებენ აქეთ სხვას რაღაცა კორუფციაზე, ოჰოჰო იმან ფული აიღო, ეხა ეგ ტყუილია, ეხა უნდა გვესმოდეს ერთი რამეც. ეხა მიდის თავარი ამბავია რომ კობახიძე იცავს აქ კალაძეს, აჰო კალაძეს თუ დავკარგეთ ეხა რა გვეშველება, ღარიბაშვილი მტერია, ლილუაშვილი მტერია, გომელაური მტერია, რიჟვაძეს ეხა ადამიანის მისი გარემოცვა ჩვენი მოყვარე მაინც ვერ იქნება ბატონობიძინა, იქნებ კალაძე შევინარჩუნოთ, მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს რომ შეიძლება მაგალითად მამუკასაც უნდა ამასობაში მერობა მდინარაძეს გიჟივით არის. ეს მამუკას ხო განუსაზღვრელი ძალაუფლება მიცეს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ეს კითხვა მაქვს თქვენ მამუკა მდინარაძეს პარლამენტშიც იცნობდით და ასე შემდეგ. მე არ მქონია ზოგადად ბედნიერება რაიმე შეხების წერტილი მქონოდა. რა უნიკალური უნარებით არის დაჯილდოებული ბატონი მდინარაძე, რომ ბიძინა ივანიშვილის ასეთ ნდობაში შევიდა. რაც მე მესმის მათ შორის თქვენგანაც საუბარია იმაზე, მათ შორის დროებაშიც ჰქონდა თქვენთან ინტერვიუზე დაყრდნობით, რომ თავად პროკურატურაშიც პროკურატურის საკადრო პოლიტიკა იქნება ასევე რაღაც არაფორმალური კომისია თითქოს მდინარაძის პატრონაჟის ქვეშ. არა, ეს დამალული არ არის, გიორგი, ნახე. ირაკლი კობახიძეს მოდი ესე ვთქვათ, პრემიერს არ ყავს მაკაცი. მეგობარი არ ყავს. ირაკლი კობახიძემ რო ვინმე, ირაკლი კობახიძემ დანიშნა ინფრასტრუქტურის რეგიონალური განვითარების გაყვეს ინფრასტრუქტურის მინისტრი დანიშნა მარტო. ისიც იმიტომ რომ ლევან ჟორჟოლიანი და მინისტრი საკრებულოში ერთად იყვნენ. ჟორჟოლიანს ხო იქნებ ვინმე ერთი კადრი მაინც ყავდეს ჩვენი ხო? და ეკონომიკის მინისტრის ქალბატონი მარიამიო თუ რა გვარი ისო. აი სორია და ძმაკაცი არ ყავს, ვინ უნდა დაენიშნა. ამიტომ ანდო მდინარაძეს, დინარაძე ვინ დანიშნა? ესე იგი ეს კაცი რომელიც დანიშნა პროკურორად არის მდინარაძის კადრი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა თუ გელა არ არის მდინარაძე, ოღონდ სახელი წარმოდგენილი ყავს ეს ნომინალური ფიგურა, სულში არის ოხანაშვილი, რომელიც აბსოლუტური თავიდან ბოლომდე არის მამუკა მდინარაძე და ხარებას ადგილასაც კონკრეტული ადამიანი დანიშნა მამუკა მდინარაძე. ანუ მთელი ძალოვანი უწყება პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუსი და გედედე არის მამუკა მდინარაძეზე ახლა. იმიტომ რომ კიდევ ამ კობახიძეს რომ დომოდა ვინმეს დანიშნო. არა ყავს კაცო ძმაკაცი მეგობარი და სანდო ადამიანი, შეხედეთ ამ ადამიანს კაცო აბსოლუტურად არასოციალური ტიპია, ჟარგონზე რო ვთქვა, საუბარზე ეთყობა კაცო. ამ კაც ძმაკაცი მეგობარი რო გითხრათ, ეხლა თანამოაზრე ყავს კობახიძეს მეთქი შეიძლება სიცილით მოკვდეთ. ერთი ვინც არის მაგის თანამოაზრე, ჯგუფელები, უნივერსიტეტი რაღაც არის მამუკა მდინარაძე. ამიტომ მამუკა მდინარაძეს აქვს ეს ჩაბარებული და მამუკა მდინარაძეს ასევე მიამაგრეს მოკრიმინალო ხალხი, რომელსაც მიცეს იარაღი ხელში და უთხრეს რომ მამუკა შესოსო შენია, აგერ არის სუსი, აგერ არის პროკურატურა, ეს ტიპი მიდის ვიღაცა თოფი და ეუნება რომ ფული მოიტანე ეხა მართლა ესე არის, არ ვაჭარბებ. ფული მოიტანე თორე დაგბრიდავ ძმაო გესური, რაც გაუკეთეს რიჟვაძეს, რაგერს ბათუმში აგერ პერესტრელკებია პირდაპირ და აგერ არ ვიცი ხო ბაჩიაშვილს რა გაუკეთეს ეხა ის ხო არ შევიწოდა თვითონ მამუკა მდინარაძის კობახიძის დავალებით ბაჩიაშვილი აწამეს ციხეში. სხვა ციხიდან გადაიყვანეს რომელიც წესით აგვისტოში გარეთ უნდა გახსნას. ვინ აკეთებს თქვენი აზრით მამუკა მდინარაძე რეკავს, აი ეს მოკრიმინალო ხალხი, ოღონდ ერთი რამე უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს. გამოაცხადა ნადირობა ბაჩიაშვილზე. ეხლა რა გონია იმას რა ქვია ბიძინა ივანიშვილს, რომ ბადრაგი, რომელიც მუშაობს 1200 ლარზე და ციხის უფროსი, რომელსაც 4000 ლარი აქვს ხელფასი, იმან მილიარდიანი კოდი რო ჩაიგდოს ხელში ბიძინას მიუტანს. გამორიცხულია, მოკლავენ ბაჩიაშვილს და იტყვია რომ შემოგვაქვს ბატონო ბიძინა, არ თქვა ეს კოდები ბატონო და ეხლა რო გადარჩა, ეხლა ხო ღმერთის წყალობით გადარჩა ეს ბაჩიაშვილი. ხო ეხლა საფეთქელი დაარტყა თავზე ნაკერი, ჩამტრეული ძვლები, ეს რა ქვია კბილი არა აქ და ხო გასაგებია, მაგრამ ნუ გადარჩა, ხო? ფაქტია რომ გადარჩა, ხო ეს ადამიანი. ამიტომ ოღონდ ბიძინას უნდა ესმოდეს რომ გრიგორიჩ მაგ მილიარდს ბიჭო ვინ მოგიტანს? $1 მილიარდ, ესე იგი $3 მილიარდ შენ კოდს ვინ მოგიტანს? არ დაიჯერო ეგ სიგიჟე, კაცო, ეს კაცი იქნება სახში გადაიყვანო შენთან უსაფრთხოდ ყავდეს, თორე შეჭამენ ესენი. წარმოიდგინე კრიმინალებს, ბადრაგს და სვავებს პირდაპირ უშუალოდ მიუგდო და ეუბნება ამას ეხა მილიარდი და შეჭამეთ. ოღონდ თავის ადამიანებს ჭამს, აი სადამდე მივედით ხო მოკლედ რომ შევაფასოთ. თავის ხალხს ჭამს
ჭამს ბიძინა აი ამ მილიარდების მილიონობით დოლარის მოთხოვნით და ასე შემდეგ. სამძიმე მდგომარეობა აქვს, ესე იგი მე ჯუანშერს დაიჭერენ, ღარიბაშვილი ზაგერ გეუბნებით გამზადებულია, ისევე როგორც გრიგოლ ლილუაშვილია გამზადებული და გრიგოლ კაცო შენ კი უნდა გაიკრა შენ ფლეშკაზეს თუ ინფორმაციაზეც ხელი, აბა როგორ გინდა ვერ გავიგე, ვერ დაძურები აქედან $1 არ გაპატიებს ბიძინა და ინფორმაცია როგორ უნდა მოაწოდო ადამიანს, რა ვიცი ეს ქვეყანა პატარა ყველას ნათესავია ახლობელია და მარტივია, თუ რაც მოვა პირობითა და მე ვიცი და ამ ინფორმაციას მე ვამოწმებ და არის, ვსაუბრობ არ გვეშინია თქვენს მაგივრად ვილაპარაკებთ, ოღონდ თქვენ რომ მოპარეთ მე ეხლა რას თავაზობ პირობითად ამ ხალხს აწევნები, თქვენ რომ მოიპარეთ და ეხლა ქურდულად გართმევენ ამას, მე მეორეთაც გექნებათ ეგ ფული მოსატანი, ოღონდ ბიუჯეტში და ორჯერ უარ კონდეთ მოსატანი, თავაზობთ ეგეთ რამეს რომ ბიძინა რო არ იქნება, მე მოიტანთ ბიუჯეტში, ანუ ბიძინა კი არ აგახებთ, იარაღით კი არ გამოგეკიდებათ. არის, რასაც ყვებით ახლა და რასაც უყურებ ჩვენ შედეგების გათვალისწინებით, ხო ადამიანები თვითმკვლელობამდე მიდიან, ვიღაცას კლავენ და ასე შემდეგ. მე ხო ფულზეც აღარ არის სიცოცხლეზე. კი სიცოცხლეზე გადის კაცო. მოკლავს ბიძინას არა აქვს ეს და ის ორი დღე რატო არ მივიდნენ რიჟვაძესთან, იმიტომ რომ ბიძინა არაძლევდა უფლებასო თურქეთში გაიყვანათ. კობახიძე როდის მივიდა სამოთხოვაში, მას შემდეგ რაც დაალაგა და ბიძინა მოთხოვა რომ გაიყვანეთ. რაღაცის სანაცვლოდ ხმას არ მოიღებს, ესე იქნება მე ავიღებ პასუხისმგებლობას. ორი დღის მერე მივიდა. უბედურება რა არის ეს გადასკოჩილი ქართული ოცნება. კაცი მოკლეს და ვერ მივიდა ვერცერთი პარლამენტარი. აი ერთს ბოდიში და ერთი ადგილი არ ეყო არავის და მისულიყო და ეთქვა რომ იცი რა, ჩემი მეგობარი თანამებრძოლი თუ თავს იკლავდა, მაინტერესებს რატო იკლავდა თავს. და მე აგერ გულშემატკივრობ რომ გადარჩეს. მე უფრო დავასწარი რომ ესა ცოდუა გადარჩეს მე ძალიან საეჭვო განცხადებები წერია თავად იმ წერილში. ხო რომ შეხვებს არ შეეხოთ. გამოძიების მტკიცებით არის დაწერილი თვითმკვლელობის მცდელობა. ბარიგობაზია ლაპარაკი. ბრალდებებზე არის მისი მხრიდან ამის უარყოფის მცდელობას და ასე შემდგომ წერია თავად იმ. გიორგი, აი ნახე რო გესმოდეს. მედია და არც მისი ოპონენტი. ეს ხალხი ხა ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე, დინარაძე, ეს ეხა რაც არის, ხო? და წამალზე იყო ლაპარაკი. მე რამდენიმე თვია ვლაპარაკობ, რომ წამლის, ესე იგი ნარკოტიკების ჰაბი გახადეს საქართველოს და ეს არის მთავარი შემომტანი არის ბიძინა ივანიშვილი და ვასახელებდი, რომ გომელაურის და ლილუაშვილის გარეშე გამორიცხულია ნარკოტიკების საქართველოში შემოტანა. გადატანა და ამის უზრუნველყოფა, რომ ფაქტობრივად ისა რა ქვია, ნარკოტიკების ჰაბი გახადეს ისა რა საქართველოს. ფოთის პორტს ვასახელებდი ბათუმის პორტს რა აქედან ხდება ეხლა ის რა ქვია პენსიონერი კაცი რო დაიჭირეს იმაზე ნარკოტიკებზე და თურმე პენსიონერი მძღოლის პრობლემა ყოფილა რომ ირანიდან ნარკოტიკები გამოყვა ამსტერდამში მიქონდა რა სისულელია ეს იყო დაალაგებული სქემა ვისი ძალოვანი უწყებების ვინ გადაიბარეს ეხლა რასაც ვერ გადაიბარებენ პირობითად წინააღმდეგობები რომ მიდის ხო მაშინ მიდიან მაშინ დაგიჭერ და სხვა შეეუნებიან რა შენთანაც თუ არ დავლაგდები შენს დაგიჭერთ ან ციხეში გაგიშვებთ ანუ ეს ან დაალაგებულ სქემაზევე მაგ დროს პროცენტების რა თქმა უნდა ბიძინა კი აი გაუცილებელია უნდა გვესმოდეს რომ ბიძინა გართულდა ცხოვრება გართულდა ბიძინას 4 მილიარდი ბალი აქვს და რისკები კიდევ უფრო მეტია მეტი ფული არის საჭირო შესაბამისად თუ გინდა ოღონდ რატო არის მეტი ფული საჭირო ყველა საკითხვა ბიძინას რატო და 4 მილიარდი ბალი აქვს რა ბიძინამ 4 მილიარდის ქონება დაკარგა ეს ფული კი იმაში ხო არედო იმას აგვია ესკობარივით ქეში ხო არ არის 21 საუკუნეა და სხვადასხვა რაღაცეებში ქონდა დაბანდებული ხო ქონებაში კომპანიებში და ასე შემდეგ და მასთან ურთიერთობა აღარავის არ უნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზინის სანქცია აქვს აი გუში რო ეწერა მაგალითად ივანიშვილი და გიორგი თარგამაძე პირობითად ხო რომ რაღაცა პარტნიორები გიორგის აღარ უნდა ეუბნება რომ არ მინდა ძმაო წადი ეხა ამ სანქციებში მეც შარში ვარ აი იურისტი რო ყავდა რომელსაც ურეკავდა მაგალითად ბრიტანელს ამერიკელს ის ეუბნება რომ ვერ გცნობთ ვინ ახართ აღარ დამირეკოთ მეორეჯერ ანუ ბიძინა ესეთ მდგომარეობაშია უნდა ქეში უნდა რომ მე და ეს ბაჩიაშვილი მისთვის კიდე უფრო საინტერესო რატო გახდა იცით ბიტკოინი არის უკონტროლო ფული ანუ ხვალზე ეგ რო გაიქცე სადმე ბაშარ ასადი რო წავიდა რუსეთში და წაიღო ეს ქეში ფული გაატყავეს ნახევარი და არ ვიცი კი არის ჯერ იმას რა ქვია ცოცხალი ყავს რუსებს დატოვებული მაგრამ ის ფული წაართვეს დიდი უმრავლესობა ხო ეხა ყველა ლაპარაკობს ამაზე უამრავი ბლოგებია გამოძიება ქეშით როცა მიდიხარ წაგართმევენ მარტივად ბიძინას უნდა კრიპტოში გადაიყვანოს ეს ფული სასტრაფოდ გადაიტანოს კრიპტოში ან და ბიზნესები რაც არის ნომინალური ტიპები ჩასვას რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ფული მარტო ეს აინტერესებს და ამასობაში ქვეყანაში დაჭრა მკვლელობა იქ ჩამოვარდა რა ის რა ქვია სინკარი დაეცა ადამიანს მოკვდა ეს გამოვიდა ის რა ქვია კალაძე ხალხის ბრალია მისი ბრალი არაფერი არ არის არასდროს არ უნდა ხო კალაძესაც ესე აქვს საქმე და კიდევ ამობ ეს განცხადებები როცა წინასწარ ვსაუბრობ ამასთან ურთიერთობის ასე დაძაბვა რამ
გამოიწვია. ყველაზე დიდი ფული საქართველოში კობახიძე კალაძე ერთი გუნდის აღიქმებოდა ასე. კი, ოღო ბიძინასგან არის ეს, რომ ბიძინას ახლა კობახიძე მდინარაძე რომ მიუტანეს ენა რო იცი რა ლილუაშვილი კპარავდა, გომელაური კპარავდა, ხარიბაშვილი კპარავდა, ანუ რაც მოიპარეს, ბატონო ბიძინა აქ რო ერთი მიქონდა, სახში 10 მიქონდათ. ეს დაუთვალეს და ეს დაინტერესდა ბიძინა, კაი ესენი სულ ყველა კორუმპირებულია, გავიგე მე მომპარეს და კალაძე რა, კალაძეა კაცო სუფთა. ამიტომ კალაძეს ყველაზე დიდი მაყუთი დაუთვალეს. ყველაზე მეტი ესე იგი ლილუაშვილის, ხარიბაშვილის, გომელაურის საპირწონეთ, ალბათ შეიძლება ამ სამზე უფრო მეტი ფული კალაძესაა, კაცო, წაღებული და 800 მილიონ დოლარს ამიტომ თხოვენ, ამ 2 მილიარდ ლარზეა ლაპარაკი. ვიღაცა ამბობს, ეს საიდან ეს 800 მილიონ დოლარი? საიდან და გადათვალეთ, ეხა არქის რამდენი კორპუსი აქვს იმაში, რა ქვია, დედაქალაქში და მის პატარ-პატარა კომპანიებს 10000, 15000 კვადრატი საცხოვრებელი ფართი გაამრავლეთ 2000 დოლარზე, რაც სუფთა მოგებას დაუტოვებს და მე ნახავ თუ არ გადახედეთ თქვენ სირგულივ რამდენი შენობა მარტო სამშენებლო ბიზნესით ნაშოვნი, მარტო და რაღაცა კოეფიციენტების მომატებით, ზონალური ცვლილებები და ასე შემდეგ რა. ამიტომ დინარაძეა ეხა მთავარი შპიონი, აი მასთან რა ქვია, კალაძის, იმიტომ რომ მერობა უნდა ძალოვანი უწყება მისია ყველა, მერის თუ გახდება თბილისსაც ხელში ჩაიგდებს, ხო და ამ წუთას ნუ დინარაძეა რა და გოჩა ენუქიძე სხვათა შორის დღეს ისო ჩამოვარდა რა ქვია, სამშენებლო ესე იგი რაღაცა რა, ხო, ჯვარი წერია მართლა ღმერთის წყალობით რომ ადამიანი გადარჩა, ხო, აი ადამიანი ღმერთის წყალობით გადარჩა გოჩა ენუქიძე, კაცო, გოჩა ენუქიძე, რომელიც მამუკამ დინარაძესთან ზის იმ მაგიდაზე, სადაც ბიზნესმენების დაკაჩავება და ფული ვის რამდენი უნდა აახიონ და შენ ძმაო ამდენი რო იშოვე, მოიტანე ხა აქ, შენ ძმაო ამდენი რო იშოვე, მოიტანე ხა აქ. ანუ ბიძინა ივანიშვილს დავალებული აქვს ეს ფული საკრეფა, მაგრამ ერთი რამე უნდა ესმოდეს გიორგი გრიგორიჩი, $1 მომტანერები არ არიან შენთან. აზელ-დაზელენ ყველაფერზე. მამუკამ დინარაძემ და კობახიძემ ბიჭო რა უნდა მოგიტანოს? არ არსებობს, აქამდე მოვიდა რამე, ისე არ მოვა. გამორიცხული აგერ რიჟვაძის საქმე აგიფეთქდა. აგერ სხვა ბიზნესმენების საქმე გიფეთქდება ფული. ანუ ეს არ არის ის ხალხი, რომელიც შენ ფულს მოგიტანს და ტყვილა წვალობ. და ეს ეხა თუ ვამბობ, რომ ეს ხალხი ეძებს, გზებს რაღაცა ინფორმაცია მოიტანო, მე კი ზუსტად გეტყვით ეხა კობახიძე და მდინარაძე იქნება შემდეგი ხალხი, აი ამ ერთოს გულისხმობთ, რომ მაგათ ბევრი დრო არ აქვს, რომ ძალიან მალე ეგენი დაიწყებენ ეხა ინფორმაციის მოტანას და კალაძე. და კალაძის გარემოცვა ინფორმაციებს ძალიან ბევრი ინფორმაციას იძლევა, ველოდები ეხა მერობის კანდიდატად დააყენებენ, თუ არ დააყენებენ, ბევრი სიურპრიზი გელოდება და მათ შორის მე ვთქვი, რომ ჩემი წამების კი არა მარტო, სხვა ადამიანების წამების კადრები რომ გავთ გადაღებულები. ეგ ვიდეოები არსად არ გაქრება. არც მამუკამ დინარაძე შერაც გაქვს ნანახი და ირაკლი კობახიძე ეგენი არსად არ გაქრება. ყველა საზოგადოება ნახავს დღის სინათლეზე და თქვენ ძალიან მალე დამთავრდებით და თუ ბატონო გიორგი მე საშუალებას მომცემს როგორანაირად მაგალითად ხო 5 წუთი გვაქვს, ეხლა 6 წუთი გვაქვს დარჩენილი და ამ 6 წუთის განმავლობაში მინდა მოგცეთ საშუალება ისაუბროთ იმაზე, რა პოლიტიკური დაბოლოება უნდა მოყვეს აი ამ ტიპის კრიმინალური ბუნების რეჟიმს. რატომ? იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე სისტემა აღწევს ხოლმე ხსნის იმ ეტაპს და ფაზას, როდესაც ამაზე ბევრი ითქვა, რომ იწყებს ასე ვთქვათ საკუთარი კლიენტურის ჭამას. და თავად მართველიც ძალიან არაადეკვატური ხდება. მე მარტო ფსიქოლოგიურ განწყობას და მდგომარეობას არ გულისხმობ. უბრალოდ სპირალი არის ისეთი, რომ კარგი გამოსავლები აღარ გრჩება რა. და სოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამ დროს ეს ადამიანები, რომლებიც საყრდენები იყვნენ ამ სისტემის მშენებლობაში მონაწილეობდნენ, ვისაც გონიერება და რაციონალიზმი ყოფნის, საკუთარი თავის ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იწყებენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რეჟიმს შედარებით უფრო მშვიდად და რბილად ასია კაცო, პირდაპირ გეტყვით, ეგრე საშუალებას მიცემს ჩანაცვლების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების. ნუ ოპოზიციის როლზე, სამოქალაქო აქტივიზმის ყველაფერზე ერთად შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ეს შემოდგომა როგორც ჩანს ამ თვალსაზრისით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ როგორ ხედავთ ამას პერსპექტივაში? თავისით არაფერი არ მოხდება. კი ბატონო, ცხადია. ხალხის გარეშე არაფერი არ მოხდება, ეს ნუ გესმოდეს და არც გარედან არ მოხდება ეს, რომ ვინმე გარედან დაამთავრებს ივანიშვილს. არა. საგარეო ფაქტორები ძალიან ფაქტორი, რა თქმა უნდა, იქნება და ეგ მინდა რომ მოყვე. დასუსტება, დასავლეთის კონსოლიდირება, ევროპის შეიარაღება, იმ დაპირ თქვათ ტრამპის მიღწევა ამ შემთხვევაში, რომელსაც deep state-ს უწოდებს კობახიძე და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს, მათ შორის თუნდაც აგერ აი ბატონო აზერბაიჯანისა და რუსეთის დაპირისპირების სრულიად მოულოდნელი, ესე თქვათ, პოლიტიკოსი ალიევი და პოლიტიკური შეფეთები და ხედავს. ეგრეთ წოდებულ შედარებით არადემოკრატიული მოკავშირეებიც კი ივანიშვილს ამ შემთხვევაში უკვე უყურებენ ძალიან საეჭვოდ
თვალით, იმიტომ რომ პუტინის პირდაპირი მარიონეტი აქ უკვე აღარავის არ ჭირდება. კი, უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელისუფლებას არ აღიარებს, მეტიც ამბობენ ღიად რომ ვართ ქართული ხალხის გვერდით. ევროპარლამენტმა პირდაპირ თქვა, რომ არ აღიარებს საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ანუ როგორც de facto ხელისუფლება ახლა სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში, ისევე de facto-ა, ოღონდ 80%, ესე იგი 20% იგით ოკუპირებულია. აქეთ 80% აქ ოკუპირებული ბიძინა ივანიშვილი. de facto ხელისუფლება მაგას ნიშნავს, ანუ არ აღიარებული ხელისუფლება. ამათსა და პირობითად de facto ხელისუფლებას შორის არაფერი სხვაობა არ არის. ის იმათ მიტაცებული აქვს პირობითად რუსებს ის ტერიტორია, აქ უკვე ბიზნეს ხელით აქვს მიტაცებული და გაფორმებული აქვს. ოღონდ ამას მარტო პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება, ხალხი არა, საერთაშორისო სამართალი ამბობს, რომ ეს ხალხი არ არის დღეს არ წარმოადგენს ქართულ ხალხს. ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ ყველა უფლება გვაქვს და ერთი რამე მინდა უთხრა საზოგადოებას. ნიჰილიზმი და უიმედობა ეხლა არის ბიძინა ივანიშვილის ხელში ერთადერთი იარაღი. თორემ დინარაძეს, კობახიძის, ფოხანაშვილის თუ ოხანაშვილის და გეკას და ჯეკას იმედად დარჩენილი ივანიშვილი არის აბსოლუტურად მარტო მით უმეტეს იმ პირობებში რომ უნდა გესმოდეთ. თვითონ კობახიძევი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი უშიშროების მინისტრი დაპირისპირებულია ამ ხელისუფლებასთან. შუშის ფეხებზე დგას ხელისუფლება. ამათი წაქცევა შეუძლია მხოლოდ ხალხს. 2500 ფორმიანი რაღაცა სპეცნაზელი ვერ მოუგებს ქართულ ხალხს ომს. ეგ არის გამორიცხული ერთადერთი პროპაგანდით, რომ აი ჩვენ ძლიერები ვართ, რომ მაინც არაფერი არ გამოვა, მხოლოდ ეს კვებავს ახლა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. ჩვენ ვამბობთ, რომ შემოდგომაზე ბუნებრივი დედლაინი არის 4 ოქტომბერი. ამიტომ ვართ, რომ აი რაღაცა იქ სპეცოპერაციას ატარებს ივანიშვილი, ჩვენ ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერი. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად სექტემბრის 15-ში არ მოხდეს რამე, ან სექტემბრის 25-ში არ მოხდეს. ეგ მაგას არ ნიშნავს, მაგრამ ბუნებრივი დედლაინი უნდა გქონდეს, რომ ეს არის 4 ოქტომბერი. 100,000-ობით ადამიანი თუ გამოვა და გამოვა ქუჩებში, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად მობილიზებულები ვიქნებით. არა ისე როგორც მაგალითად ხალხს არ ეგონა ხო რომ ადამიანებს აწამებდნენ, გაიტაცებდნენ, ეს მოლოდინი არ იყო გიორგი. დღეს უკვე ყველამ კარგად ვიცით რომ გვესვრიან, რომ დაგვაბრმავებენ, რომ გაგვიტაცებენ, ამიტომ ამისთვის ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მომზადებული. აბსოლუტურად ყველაფრისთვის და პირდაპირ გეუნებით მინიმალური შეტევის შემთხვევაში. და შეტევა რა არის? როცა ვამხობ, შეტევა რას ნიშნავს? ეხა ბოლომდე გითხარით დამხობა. შეტევა ნიშნავს იმას, რომ ადამიანის გატაცების უფლება არ უნდა მივცეთ, თორე ხო ნახეთ მაღაზიასთან გედედეს თანამშრომელი რო იყო. სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩამოყავთ ქართველების საცებრად. თქვენ თუ გონიათ რომ მარტო ყველა ქართველი ყავს, ივანიშვილს ძალიან ცდებით. დაღესტნიდან, იმედა კადიროვშიკები შემოყავთ იმის რომ ქართველებს თავპირი დაულეწონა აქ. და ქართველები არა ვართ ის ხალხი რომ ეს ყველაფერი ხა გადავყლაპოთ და შევარჩინოთ. 100,000-ობით ადამიანი თუ იქნება, რომელიც იქნება დაორგანიზებული და გაწევს წინააღმდეგობას, მარბიელებს, წამებლებს, არმიცებს, შესაძლებლობას რომ ადამიანები გაიტაცონ ერთმანეთს ხარში დაუდგებით, მე გეუბნებით 24 საათზე მეტი შეიძლება არ დაჭირდეს იმას, რომ კობახიძე იხვეწებოდეს აეროპორტში გამიხსენით გზა, მივდივარ არაფერი არ მინდა და დინარაძე ზედ მიყვებოდეს. პირდაპირ გეუბნებით ერთადერთი გადასაწყვეტი რაც შეიძლება ჩვენ გქონდეს შემოდგომაზე არის, ვაძლევთ კობახიძეს უფლებას რომ დატოვოს ქვეყანა თუ არა. აქამდე უნდა მივიდეთ და ამას ჭირდება მობილიზება, ამას ჭირდება რომ იმედიანად იყოს და მოკლედ ვიტყვი ძალიან რა. კარგია რო აპარტეის გაერთიანება, მივესალმები სადაც რამე ერთობა იქნება და სადაც კონსოლიდირება მოხდება და მეორე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ძალიან მაგარია რომ ეს ინიციატივა აიღო სამოქალაქო საზოგადოებამ და პაატა ბურჭულაძემ პირობითად. მე ამ პაატა ბურჭულაძე რატო? იმიტომ რომ არ არის პოლიტიკოსი, იმიტომ რომ არ აქვს პოლიტიკური ამბიციები. პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს მაინც ასე თუ ისე ყველას აქვს, აი რაღაცა ჩემს გარშემო პოლიტიკოსის გარშემო გაჭირდა რა, ეკლექტურია პოლიტიკური საზოგადოება და გაჭირდა ერთიანობა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ უნდა პოლიტიკა, არ უნდა პარტია, არ უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მას შემდეგ რაც ივანიშვილს დავამარცხებთ. ამიტომ ყველაზე ისეთი ასე ვთქვათ იოლად სამოქალაქო საზოგადოება ყველასთვის რომ მისაღები ადამიანია, მან აიღო მისავზე, რომ იცით რა, დედლაინი არის 4 ოქტომბერი და მოდი ყველანი დავდგეთ ერთად. და რატო არ უნდა დავუდგეთ? რატო არ უნდა ვიყოთ პირობითად 4-ში პაატა ბურჭულაძის მოწოდებაზე? მე ნებისმიერი პირობითად ვინც არ უნდა მომიწოდოს რომ აქციაზე მოვიდოთ, ხარს უჭერ ყველა აქციას. ოღონდ ეს უნდა იყოს კონკრეტული გეგმით. მუშაობ თუ არა ამაზე, გიორგი? მე შემიძლია უთხრა საზოგადოებას, რომ მე პირადად მუშაობ მათ შორის ორგანიზაციულ საქმეზე. ყველა დაორგანიზდით და გამორიცხულია 2500
500 პოლიციის ფორმაში გადაცმული ხალხი ვერ დავამარცხოთ. გამორიცხულია, არ არსებობს ეგეთი მათემატიკა, აქ ზღვა ხალხი, აქ 2500 ბოდიში და ფუცანა ბიძინა ივანიშვილის ტიტუშკა мотивация რო საერთოდ არ აქვს, უბრალოდ სამწუხაროდ იქ შეურევენ კიდე გეუბნებით აი ეს დაღესტნელებს და რუსეთის მოქალაქეებს რო ჩამოყავთ. აქ ეს კლასიკა იყო, რაც გაჩვენეს იმასთან მაღაზიასთან, ხო, რომ დაგახვედრეს ის და მე გედედე იცავდა. ზუსტად იგივე ხდება ხოლმე აქციაზე. დაორგანიზდეთ, მივაწვეთ და დედას უტირებ დარწმუნებული ვარ ამაში. ლევან, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ შესაძლებლობისთვის, ჩვენ გვექნება კიდე დრო და შესაძლებლობა იმ